7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილ 25 ოქტომბერი 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ კიდევ მოვედით თქვენთან იმ სურვილით, რომ აგიხსნათ დედამიწაზე და მის გარშემო მომხდარი მოვლენები. ის, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ წინა შეტყობინებაში, იწყებს ამოქმედებას. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გრძნობს საკუთარ თავზე ახალი ენერგიების ზეგავლენას. ეს ენერგიები ზოგს აძლევს ძალასა და ჯანმრთელობას, ხოლო ზოგს გადაისვრის უკან როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ეს დაემთხვა თქვენი ორგანიზმის გარდაქმნას, რომელიც ჩვეულებრივ ხდება შემოდგომით და ამიტომაც ბევრი ამ შეგრძნებებს ზუსტად ასე აღიქვამს. მაგრამ ამჯერად თქვენი მდგომარეობა გაუარესდა დედამიწის გარდაქმნის გამო, რომელიც მისთვის ახალ მდგომარეობაში გადადის. თქვენ მასთან ერთად თვლიანობაში ხართ და მისი ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა შეუძლებელია რომ თქვენზე არ აისახოს, ისევე როგორც თქვენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა აისახება დედამიწაზე. რომ შეგძლებოდათ ჩვენო ძვირფასებო, გაგეცნობიერებინათ ამ ურთიერთშეღწევადობის მთელი სიღრმე, რამდენ უბედურებას და ტანჯვას აიცილებდით. და ჩვენ ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი იწყებს ამის გაგებას, მაგრამ მიაზრებენ გონებით და არა გულით და ცოტას თუ ცვლიან ისინი საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ჰარმონიულად გახადოთ თქვენი და დედამიწის ურთიერთობა და მიაღწიოთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიმშვიდეს არა მხოლოდ პირადად თქვენ, არამედ დაეხმაროთ ამაში თქვენს გამომკვებ დედამიწასაც, როგორც თქვენ მას ეძახით. უპირველეს ყოვლისა, იგრძენით ის, როგორც გრძნობთ თქვენს შვილებს, თქვენი სისხლით და ხორცით. აჩუქეთ მას მთელი თქვენი სიყვარული, რომელიც შეგიძლიათ რომ გაუგზავნოთ. უკვე ეს ამაღლებს მას ისე, რომ გიპასუხებთ ის ასმაგად, გაჩუქებთ ის საკუთარ სულისა და სხეულის სიმდიდრეებს. თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მას თქვენი სიყვარული ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ თავისუფალი ხართ ყოველდღიური აზროვნებისგან. ამისათვის არ გჭირდებათ ხანგრძლივი მედიტაციები, რომელზეც ბევრ თქვენგანს უკვე აღარ ყოფნის დრო. თქვენი გულის სიღრმენა სიყვარულის წამიერ გაგზავნასაც კი შეუძლია შექმნას სასწაული. დაგვიჯერეთ, რომ ეს ასეა. ადამიანის აზრსა განსწრახვას აქვს ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალა. და თქვენი ნებართვით ჩვენ ამაზე შევჩერდებით დღეს. ჩვენ გსურს, რომ გააცნობიეროთ ჩვენი სიტყვები და მიხვდეთ, რომ რამდენად ცოტა მოითხოვებაა თქვენგან და რამდენად ძლიერად შეუძლია შეცვალოს ამას თქვენი საკუთარი ცხოვრება და ცხოვრება თქვენ პლანეტაზე. 7 პლანეტის უხუცესთა საბჭოს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.